გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების 100 წლის იუბილე განსაკუთრებული ღონისძიებებით აღინიშნა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. მთაწმინდის პანთეონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა და სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს ილია ვეკუას საფლავი. გამოჩენილ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს ილია ვეკუას დღეს შეუსრულდა 100 წლისთავი. მთელმა საზოგადოება იცოდა მისი ღვაწლის შესახებ, მისი საოცარი ნაშრომების შესახებ, ზოგადად მაინც და ამ ნაშრომების მნიშვნელობის შესახებ. და ამიტომ მიაგებდა მას პატივს, მიაგებდა პატივს საოცარი უბრალოების გამო, საოცარი თავმდაბლობის გამო. აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით სოხუმის უნივერსიტეტში ვაწესებთ ილია ვეკუას სახელობით სტიპენდიას. ვაწესებთ ყოველწლიურ ოლიმპიადას. ჩვენ ვთხოვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლას, რომელიც მდებარეობს იქ, მიენიჭოს ილია ვეკუას სახელი. და ესეთი მსგავსი ღონისძიებები მისი სახელის უკმაყოფილება გაგრძელდება. ამის შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, პროფესორები, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. ბატონი ილია იმდენად დიდი და მრავალმხრივი პიროვნება იყო, რომ ძალიან ძნელია იმაზე რამეს თქმა. იმიტომ რომ შეუძლებელია ყველა მხარე, ყველა ნიჭი, ყველა უნარი, იმის უზარმაზარი პოტენციალი შეაფასო. რასაკვირველია, ეს იყო უნიკალური მასშტაბის მეცნიერი, უნიკალური მასშტაბის მათემატიკოსი. ადამიანმა, რომელმაც ძალიან ბევრი სიახლე შეიტანა, ძალიან ბევრი. აზარდა თაობები, ჩამოაყალიბა უნივერსიტეტები, კათედრები, მიმართულებები მათემატიკაში. საქართველოს ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ ძალიან დიდი კაცის სახელი რაც შეიძლება დიდხანს და ღირსეულად შეინახოს. აი ბატონი ილია ვეკუა იყო ერთ-ერთი ის მაგალითი, მიუხედავად ის რომ ის ბაბუაჩემი იყო, მე თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ის თავისუფალი იყო აი რაღაც ვიწრო კარჩაკეტილობიდან და ასე გაგზარდა ჩვენც, რომ მეცნიერება არის ერთი დიდი მსოფლიო ფასეულობა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია თამამად თქვა ჩვენი სიტყვა. ოღონდ ძალიან დიდი მუშაობის ხარჯი. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო გახსენების და ისტორიული ფაქტის არ დავიწყების გამო, არამედ ახალი თაობისთვის თუ რა ფასეულობაზე უნდა იყოს ორიენტირებული. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი აფხაზეთი, რომელმაც ქართულ და აფხაზურ ენებზე შეასრულა სიმღერები. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი აკადემიკოს ვეკუას პორტრეტი. ილია ვეკუა 1907 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა. ზუგდიდის საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებისთანავე ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 1959 წელს ილია ვეკუა ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. 1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი. უნივერსიტეტში დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი. 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ილია ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს მეცნიერის სახელი მიენიჭა. 1972 წლის მაისში ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. სამურზაყელოს ერთ-ერთ სოფელში დაბადებულმა და იქ სკოლა დამთავრებულმა კაცმა გორელი მოახდინა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული პერიოდია მისი მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. 1950 წელს სახელმწიფო პრემიით იქნა დაჯილდოებული. ეს იშვიათი შემთხვევა იყო. ის იყო
ნოვოსიბირსკის ახლად შექმნილი უნივერსიტეტის პირველი რექტორი. ილია ვეკუა იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო ორჯერ, 53 და 65-დან 72 წლამდე. ასევე იყო დამაარსებელი და პირველი რექტორი ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის 59-დან 60 წლამდე. ხოლო 72 წლიდან 60 გარდაცვალებამდე 77 წლამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. ილია ვეკუას შრომები და არის მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკებში, როგორც ბეჭდვითი სახით, ასევე უკვე ელექტრონული სახით. ნებისმიერ უნივერსიტეტში, იქნება ეს ავსტრალიაში, იქნება ცხადია ევროპაში, ამერიკაში, ყველგან ნახავთ ბატონ ილია ვეკუას ფუძემდებლურ ნაშრომებს. ილია ვეკუა ძალიან შორს გაუთქვა სახელი პატარა, მაგრამ მისთვის ყველაზე საყვარელ სამშობლოს საქართველოს. როგორც საიუბილეო სხდომაზე ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაწესდება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, აკადემიკოსები, პროფესორები, საზოგადო მოღვაწეები, ილია ვეკუას ნათესავების სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.